მოგესალმებით, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი, გადაცემით დიალოგი პირდაპირ ეთერში. მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და ჩვენ 1 საათის მანძილზე ვიქნებით ერთად. თქვენ შეგიძლიათ როგორც ყოველთვის გვისმინოთ რადიო ტალღაზე 105-დან 0, გვიყუროთ ინტერნეტის მეშვეობით საიტზე obiektivi.net და ტელეეთერითაც შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ ბათუმის 25 არხის მეშვეობით და სხვადასხვა საკაბელო მაუწყებლობითაც ასევე. შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ გადაცემაში, თქვენ იცით რომ ყოველთვის პრიორიტეტული არის სწორედ მსმენელის და მაყურებლის ზარები ჩვენთვის პირდაპირ ეთერში, ასე რომ დაგვირეკეთ ჩვენს უცვლელ ტელეფონის ნომერზე 2388 105. ასევე Skype-ის მეშვეობით შეგიძლიათ ჩაერთოთ პირდაპირ ეთერში. ჩვენი Skype-ის მისამართიც კვლავაც უცვლელია, ეს არის ლათინური ასოებით obiektivi. და დღეს ხალხმრავლობაა ჩემთან სტუდიაში. თქვენ იცით რომ ჩვენ ობიექტივმა დავიწყეთ ნაძალადევში მაჟორიტარული არჩევნების საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით კანდიდატების ოჯახების წარმოდგენა საზოგადოებისთვის, რადგან ვფიქრობთ, რომ ნახევარი ადამიანი საერთოდ, რა თქმა უნდა, ოჯახიდან იწყება და არა მისი საქმიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ როგორი ოჯახი ყავს მას, როგორია ის ოჯახში, როგორ ახასიათებენ მას ოჯახის წევრები და ასე შემდეგ. დღეს მე მაპატიეთ, მაგრამ მიკერძოებული ვარ. უნდა გამოვწყდე და პირველი სტუმარი, პირველი ოჯახი, ვისიც მოვიწვიეთ, ეს არის სოსო მანჯავიძე. რადგან სწორედ მას გულშემატკივრობთ ყველანი, მე ვიცი რომ არ შეიძლება ეს, მაგრამ რა ვქნათ, იმდენი რამე არ შეიძლება რომ ესეც მოგვიტევეთ. ყველანი ობიექტივის თანამშრომლები სწორედ სოსო მანჯავიძეს გულშემატკივრობთ ძალიან და ამიტომ მისი ოჯახის წევრები მოვიწვიეთ პირველი. თქვენ იცით რომ სოსო მანჯავიძის ოჯახი არის ძალიან მრავალრიცხოვანი. იგი არის ერთ-ერთი ვაჟი 6 ვაჟიდან და 1 ქალიშვილიდან და აი ხა წარმოგიდგენთ იმ არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც სწორედ წარმოადგენენ სოსო მანჯავიძის ოჯახს. პირველი ჩემთვის ქართველი ქალის მაგალითი, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელზეც აი რო უყურებ თვალები მიბწყინდება, ისეთი ქალბატონი არის, ეს არის სოსო მანჯავიძის დედა, ქალბატონი იზო ჩიკვაიძე. მოგესალმებით, ქალბატონო იზო. სოსო მანჯავიძის მეუღლეა ჩვენთან ერთად, ასევე თამარ ჩხაიძე, მე ჩავიწერე მათი ნამდვილი გვარები და იმიტომ ვიყურები ახლა შპარგალკაში, თორე ისინი ყველანი მანჯავიძეები არიან. თეა მანჯავიძე, ქალიშვილი, სოსოსი, მოგესალმებით თეა. ასევე მეორე ქალიშვილი ნინო მანჯავიძე, მოგესალმებით. ნიკა მანჯავიძე, ნაბოლარა ოჯახში. ყველაზე პატარა შვილი, ვაჟი ქალბატონი იზოსი და თეა და ნიკა მეგონი ტოლები არიან, ბიძა და 2 წელია სხვაობა ბიძასა და ძმისშვილს შორის. ანდრია მანჯავიძე, არაჩვეულებრივი მოქალაქე, ჩვენი ვაჟკაცი. მოგესალმებით ბატონო ანდრია. მოგესალმებით. და ბოდიშვიხტი, მაგრამ რო იტყვიან მურტალი ნათესავი. სიძეც მოვიწვიეთ ჩვენ არაჩვეულებრივი ახალგაზრდა გიორგი მაკარაშვილი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, თქვენც. მე ვიცი, ხვდები რომ მეტყობა როგორი მიკერძოებული ვარ და როგორი აღფრთოვანებული, მაგრამ არავის მე მგონი მომიტევებთ. პირველი ზარია ჩვენთან პირდაპირ ეთერში, გამიკვირდა, მაგრამ გამიხარდა კიდეც. მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობათ, ისმის ხმა. ისმის თქვენი ხმა? თქვენი სახელი და გვარი მაინტერესებს, აი წამყვანის. ჩემი? დიახ. მაკა რაზმაძე გახლავართ. მაკა ამ საღამოს დასაკეთებ? რა ვიცი, როგორ გითხრათ, მეუღლესთან ერთად მივდივარ საავახშმოდ. მეუღლესთან? დიახ. კარგით. ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში. კარგით ბატონო. დიდი მადლობა. აი სიმბოლურია რომ ასეთი მრავალრიცხოვანი ოჯახის ფონზე ასეთი კომპლიმენტიც მიიღეთ. დიდი მადლობა მსმენელს და მაყურებელს. რა ვიცი, სხვებმაც დარეკეთ რაიმე სხვა საკითხზე უფრო საქმესთან დაკავშირებით. ქალბატონო იზო, რა საკვირველია პირველად თქვენთან გადმოვალ შეკითხვით. უბრალოდ ეს მე არც მექნება იმდენად შეკითხვები, უფრო ჩვენი საუბარი იქნება სოსოს გარშემო, რა საკვირველია. მე ისიც უნდა უთხრა ჩვენ მსმენელს და მაყურებელს, რომ ბატონმა სოსომ გადაწყვიტა, რომ წასულიყო დღეს სხვა ტელევიზიაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტუმრები არიან მისი ოჯახის წევრები, სოსო მანჯავიძე ამ წუთებში მე-9 არხზე ბრძანდება სტუმრად და გოგი ახალკაცის მატრიცაში იღებს მონაწილეობას. ჩვენ რასაკვირველია დაუთმეთ ჩვენი პატივცემული ბატონი სოსო სხვა ტელევიზიას, რადგან მოდით ცოტა გულისწყეტით ვიტყვი კიდეს თქვენ ოჯახის წევრები ბრძანდებით და თქვენ არაჩვეულებრივად იცით ამის შესახებ, რომ სამწუხაროდ სოსო მანჯავიძე როგორც კანდიდატი
მე გულისტკივილი თუ ამბობ ამას ჩვენი კოლეგების მიმართ, მაგრამ თითქმის ყველა ტელევიზიასა თუ პრესის საშუალებაში იბლოკება როგორც კანდიდატი. არის ყველა სხვა ადამიანის ხსენება, ყველა სხვა კანდიდატის ხსენება, მაგრამ ყველაზე ბოლოს, უпростоრად სოსო არც უხსენებიათ პრაქტიკულად, არა და ადამიანი არის კანდიდატი ნაძალადების რაიონში მაჟორიტარული არჩევნებში იღებს კაცი მონაწილეობას და არის ერთ-ერთი კანდიდატი და ის არასდროს არ უხსენებიათ, აი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ ჩვენც რომ ზუსტად სოსოსგან დაგვეწყო ჩვენი გადაცემა. ძალიან სამწუხაროა რომ არ უხსენებიათ. დასაკვირველი. და გუშინ მაესტროში მიიწვიეს როგორღაც არ ვიცი და დღესაც მეცხრე არხმა მიიწვია და თავის მოსაზრებას ალბათ გაუნაწილებს მეცხრე არხის მაყურებელებს. და ეს ძალიან სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, თუ დასაწყისია და დანარჩენმა ტელევიზიებმაც გააგრძელეს აი ასე, როგორც იმედია, ნამდვილად დაცული იქნება, ჩვენი მხრიდან ნამდვილად მე პირობას ვდებ, რომ დაცული იქნება, როგორც სოსოს ოჯახის წევრები მოვიწვიეთ, ასევე მოვიწვევთ სხვა კანდიდატების ოჯახის წევრებსაც, რასაკვირველია და ასევე ვთხოვთ სხვაცაც რომ დაიცვან მსგავსი პრიორიტეტები. გასურველია. აი 6 ვაჟი და 1 ქალიშვილის დედა ბრძანდებით. თან არ ვიცი ხა დედა რასაკვირველია, ყველა დედაა და ყველა მშობელია, მაგრამ მე არ მახსოვს არც ერთი მიტინგი, არ მახსოვს არც ერთი აქცია, არ მახსოვს აი ჩვენთანაც ოფისში ძალიან ხშირად ხედავთ ხოლმე. აი თქვენ მეგობარი უფრო ბრძანდებით ვიდრე მშობელი, რაღაც ისეთი სტატუსი გაქვთ. თან ესეთი ლამაზი ახალგაზრდა, არ ვიცი, აი რაღაცა ჩემი ტოლი მგონი ხარ ყოველთვის. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩემ შვილებს გვერდით ვედექი, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან, როცა ზვიად გამსახურდია იყო და მაგის საპროტესტო აქციები იმართებოდა ბატონი ზვიადისგან და ჩვენ ყველა აქციებში ვღებულობდით მონაწილეობას და 9 აპრილსაც სხვათა შორის სოსოც მოიწამლა. მაგ პერიოდში ჩემი უფროსი ვაჟი დათო ზურიკო მანჯავიძე და სოსო მონაწილეობდნენ. ცნობილი მომღერალი მუსიკოსი ჩვენი ზურა მანჯავიძე. დიახ. ეს იცის საზოგადოება, მე უბრალოდ იმიტომ აღარ გავოსვე ხაზი, რომ სოსო და ზურა ძმები არიან. დიახ, ესეა ნამდვილად და რა ვიცი, ალბათ არ გაგვიცდენია არც ერთი აქცია, რომელიც სიმართლეს ემსახურებოდა. და ყველა აქციაში ვღებულობდით მონაწილეობას, ძალიან ბევრიც მოხვედრია, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი მოწამვლაც მიგვიღია 7 ნოემბერს განსაკუთრებით. აი პირდაპირ მოგწამლეს რა ყველანი და მე პირადად აი ეს ხელი ჩაკიდებული აქედან ჩემი შვილებისგან მიმარბენინებდნენ ჰაერში. აი ეს დღეში ვიყავი. მოწამლულები ვიყავით, ეს იყო რაღაცა საშინელება, თავი მეგონა სიზმარში. ნუ თუ შეიძლებოდა ასეთი რამე ქართველს გაუკეთოს, რომ ეს იგი სიკვდილამდე მიიყვანოს ადამიანი, ეს იყო რაღაც საშინელება რა. და ამიტომ მე ყოველთვის ჩემი შვილების გვერდით ვდგევარ, ყოველთვის. დიახ, ეს ცნობილია. მე მანიშნები რომ კიდევ ერთი ზარია ჩვენთან პირდაპირ ეთერში იმოდით მოусმინოთ ჩვენს მანას და მაყურებელს და შემდეგ მე მინდა თქვენი შვილების მამაზეც ვისაუბროთ. გავაცნოთ ის საზოგადოებას თუნდაც ესე. აუცილებლად. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, მოგესალმებით. დიახ, ეთერში ბრძანდებით. თქვენ გენაცვალეთ ჩემო მაგარაზმაზე რომ შენ სოსო მანჯავიძეს ახსენებ. მაგას ვენაცვალე 82 წლის ქალი ვარ. შვილები ბიჭების პატრონი ვარ, მაგას ვენაცვალე, ეგ ოქროს კაცი, ნამდვილი ქართველი, ნამდვილი საქართველოს სისხლო უძგერს გული, ისე მიხარია, რომ კენციყრის ეგა რომ თელი მართალია ცოტა შორსა ვარ ნაძალადებში, მაგრამ იქ ხომ ყავს მეგობრები, ნაცნობები, ყველას ვეხვეწები, რომ ვინც სოსო მანჯავიძეს არ მისცეს, ხმად არის ხო სუფალმა მეთქი, საპატიო სუფალმა. ესე უკიდურესი სომები არ გვინდა. აქცია იმ გაგების ეგ პარლამენტში უნდა იჭრეს და მაგისთანა ერთი 5 და 10 რო ყავდეს საქართველოს გამარჯვებული იქნება. დიდი მადლობლები ვართ ხალხი რომ მაგარ კანდიდატურა დააყენა და გამეხარდა იმ დღეს ვისმენდი რომ იმ ჯონდი ბაღათურია მე მოვიხსენიო. ის არ ამჯერავს რომ სოსოს ვინმე მაჯობოს ნადალადების რაიონში.
ძალიან დიდი მადლობა ესეთი თბილი ზარისთვის და სხვათა შორის მე არ მიყვარს ქალბატონო იზო, რადგან სოსოს მიმართ თითქმის მთელი საზოგადოება ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომლებსაც ადამიანებს უბრალოდ არავინ არ უყვართ ამ ქვეყანაზე, სოსოს მიმართ არ არის საერთოდ აგრესია. როგორიც არის ხოლმე დაუშვათ სხვა პოლიტიკოსების მიმართ. მოდით ვისაუბროთ 6 ვაჟის და 1 ქალიშვილის მამაზე. მამაზე ვისაუბროთ. ჩემი მეუღლე მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, დოცენტი იყო და ალბათ ესე იგი უკვე გამზადილი ჰქონდა სადოქტორო ნაშრომი. და ძალიან ბევრი ახალი გამოგონებები ჰქონდა, 35 ნაშრომის ავტორი იყო. მაგრამ რაღაც სიახლე უნდა შეეტანა სოფლის მეურნეობაში და ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა და ესე იგი უნიჭიერესი კაცი იყო, თავის საქმის ერთგული, ძალიან მშრომელი, თითქმის ესე იგი გადართული იყო აი ამ თავის ახალ გამოგონებებზე, რომელიც ძალიან ბევრმა ესე იგი უარყო და ამის შედეგად ჩემ მეუღლეს დაემართა ის რაც დაემართა 26 წლის წინათ. ძალიან დიდი თანხა უნდა მიეღო, რომ გადაჭარბებით მოსავალი მოყავდა, ესეც დაუბლოკეს, ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი დაუბლოკეს და აი დავრჩი ამდენი შვილების პატრონად, მაგრამ და რა ვიცი, ყველა თქვენი ვაჟი, თქვენი ქალიშვილი სახეზე არიან და ძალიან ყველა არის ნამდვილად გამორჩეული და არაჩვეულებრივი. ვიბრძოდი ძალიან, რომ ეს ბავშვები ფეხზე დამეყენებინა და მართალია ძალიან დიდი შრომა გადავიტანე, მაგრამ დამიფასეს ბავშვებმა ძალიან დიდი ძალისხმევა. ახლა ბიჭების გაზრდა მამის გარეშე თქვენ მოგეხსენებათ, რამხელა შრომას მამასთანაც ერთადაც რთულია, მაგრამ უტოლდება ძალიან დიდ შრომას და რა ვიცი, აი მოვედით აქამდე. ახალგაზრდებო, ქალბატონებო, აი ვისგან დააიღოთ მაგალითი. არ არის საჭირო უცხოურ კინოების ყურება. აი ქართველი ქალის სიმბოლო ჩვენ გვიზის ამ წუთას სტუდიაში. მე მინდა კიდევ ერთი ზარი მივიღოთ და შემდეგ უკვე გადავალ სხვებთანაც. ჩვენთან ნიკუშა არის, თქვენი ნაბოლარა ვაჟი, რომელიც ელოდება ერთი სული აქ როდის გავა. მე ვეტყვი საზოგადოებას, რომ ნიკუშა ჩვენთან მუშაობს და მან მე ხლა ის მოუწყვეტეს ამუშაოს და შემოვიყვანეს სტუდიაში, რადგან მის გარეშე არაფრით არ შეიძლებოდა სოსო მანჯავისის ოჯახზე გვესაუბრა. ეხლა ნიკუშას გადავცემ ეს სიტყვას აი ზარის შემდეგ და გავათავისუფლებთ, მას გაუშვებთ, რომ დაუბრუნდეს ისევ თავის საქმეს. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, მოგესალმებით. მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ მანჯავიძეების ოჯახი აი ასე ახლოს გავიცანი, იმდენად პატივცემ ბატონ სოსოს. ჩემზე რო იყოს დამოკიდებული ბატონ სოსოს არჩევნების გარეშე პირდაპირ დავსავდი პარლამენტში, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი ქართველი ადამიანი, რომელსაც ტკივა საქართველო ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი სოსო მოხვდება პარლამენტში და გაახალისებს და გამოაცოცხლებს დღევანდელ პარლამენტარებს და უკეთესობისკენ წაიყვანს ყველაფერს. დიდი მადლობა და გაიხარეთ მანჯავიძეებო. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის. ნიკუშა, როგორია იყო ბოლო ვაჟი აი ესეთ მრავალრიცხოვან ოჯახში? რა ვიცი, ალბათ გათამამებდა ყველა. მათამამებდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ანუ გათამამებული ვიყავ, მაგრამ თავში არასოდეს არ ამორდნია ის, რომ მე პატარა ძმა ვარ და აი ყველაფრის უფლება მაქვს ოჯახში, ანუ ვთქვით, ქალბატონიზო არ მოგცემდა ამის უფლებას მე მჯერა. ანუ ყველა ვიყავით ისე გაზრდილები, რომ ანუ ზდილობა იყო პირველ რიგში ჩვენი ოჯახის მთავარი კრედო, რომ ზდილობიანია და ძმებიც ესე არიან, ჩემი ყველა ხუთი და მათგან ვსწავლობდი, რა თქმა უნდა, ყველაფერს კარგს და ცუდს. და სოსოზე შემილია ის თქვა, რომ ანუ მამა გარდამეცვალა 1 წლის ვიყავი, როგორც ზემოთახსენთ 26 წლისინ და ანუ სხვა ძმებთან ერთად სოსოს დიდი ამაგი და როლი აქვს ჩემ გაზრდაში მიღებული, რა თქმა უნდა, ყველანაირად მეხმარებოდა და
სოსოს გაზრდილი ვარ ფაქტიურად სოსოს სხვა ძმებთან ერთად რა თქმა უნდა ეს მართლა ძალიან თბილი ამბავი თავის შვილებთან ერთად ვსდი და მე თეო და მე ვართ 2 წელია ჩვენში განსხვავება ბიძა ვიყავი 2 წლის რო ვიყავი სოსოს ქალიშვილი ჩვენ ერთად ვიზრდებოდით და პატარები რო ვიყავით ხოლმე რაზე ვჩხუბობდით იცით სოსოს ვინ უფრო უყვარდა ნიკუშა ამბობდა რომ მე უფრო უყვარვარო იმიტომ რომ მე ძმა ვარო მე ამბობდი რომ არა მე შვილი ვარ და ამაზე გქონდა ხოლმე ერთი ომი და დავით არა და ბოლოს რა აღმოჩნდა ვინ უფრო უყვარდა სოსოს ბოლოს მივხვდით რომ ყველას თავისი ადგილი აქვს დასაკვირველია და ეს არის ბედნიერება რომ ეს ესეა და არა სხვანაირად რომ ვიღაც უფრო მეტად და ვიღაც უფრო ნაკლებად მე მინდა საზოგადოებას მიმართო განსაკუთრებით ახალგაზრდა ლამაზ ქალბატონებს ნიკუშა ერთადერთია უცოლო მანჯავიძეების ოჯახში ქალბატონებო შეხედეთ ძალიან სიმპათიური მამაკაცია ბატონი ნიკოლოზი რა ვიცი, იქნებ დაინტერესდეთ. სხვებს ყოველას ოჯახები ყავთ, 3-3 შვილი ყავს თითოეულს მე მგონი. ზურას 4 ტყუპებიც ყავს ზურას, არაჩვეულებრივი ტყუპები. დედა ჩემს ყავს 15 შვილიშვილი და 1 შვილთაშვილი. 16 ნიკარატო ბოდიში. ერთმა ბედნიერად გამყოფოთ ეს ნამდვილად დიდი ბედნიერება. და გარდა იმისა, რომ უბრალოდ რიცხოვნება ამდენი, რომ ასეთები არიან ყველანი, რა ვიცი, აი მე კიდე მიკერძოებისკენ მიმდის მაინც სული, მაგრამ რა ვქნა ესეა, ყველას ვიცნობ და მართლა ყველა ძალიან არაჩვეულებრივია. რა ვიცი, ეხლა მოდი ზარი მივიღოთ და მე ნიკუშას გავუშვებ უკვე, თორემ საყვედურს გვეტყვიან სამსახურში. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, მოგესალმებით. მაკა შემოგევლე არაფერზე არ ინერვიულო როგგონია რომ არავინ არაფერი არ იცის სოსოს შესახებ ყველამ ყველაფერი იცის თუ ტელევიზიები არ მიიწვევენ მე ვარ ჩემი თავზე პასუხისმგებელი იმაში რომ სოსო თემქამ გაიცნო მე ისეთი ადამიანი ვარ და ისეთ ხალხთან მაქვს ურთიერთობა რომ მაგის გაცნობა აღარ არის საჭირო ოღონდ მაინც მოვიდეს თემქაზე ძალიან ვეხვეწები სოსოს ეს რაც შეეხება სოსოს ახლა რაც შეეხება მის ოჯახს მის მრავალრიცხოვან ოჯახს მის დედას არ ვიცი 10 წლის მერე გარანტირებული აქვს საიქიო 10 წლის მერე მაგი შვილისა და ამდენი შვილების და შვილთაშვილების პატრონი ყველანაირად ყველაფერი გარანტირებული აქვს მე ვიცი ერთი დალოცვა ხოლმე გაუმრავლდი დედას ტაბულასავით აი ზუსტად ტაბულასავით არიან გამრავლებულები თქვენ გაიხარეთ ხალბატონო გიყურებთ და სიამოვნებთ რომ აი ესეთი კარგი შვილები რო ყავთ ვენაცვალეთ თქვენს გვარს თქვენს ჯილაკს თქვენს ყველაფერს და 100%-იანი იცოდეთ ხალბატონო თემქაზე გამარჯვებულია თემქიდან გამარჯვებას წაიღებს გამარჯვება სოსო მანჯავიძეს მის ოჯახს თქვენ გენაცვალეთ გაიხარეთ და კიდე 100,000-ად გამრავლდით დიდი მადლობა გაიხარეთ ძალიან დიდი მადლობა ესეთი თბილი სიტყვებისთვის რა ვიცი აი როგორც ხედავთ მართალი ვარ სულ დადებითი მუხტი მოდის და დადებითი ზარებია ხალბატონ თამართან გადავალ მეუღლე ყველაზე მძიმე ტვირთი თან ესეთ ოჯახში ძალიან ტრადიციული ოჯახია ძალიან მრავალრიცხოვანი და რა ვიცი მე მგონი ძალიან დიდი პასუხისგებლობა მე შემეშინდებოდა მოკლს ყველათ უნდა ვთქვა თავადაც 3 შვილის დედა აი ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი რომელიც თვითონ გავს 18 წლის გოგოს რა ვიცი და შვილიშვილი ყავს თამარს რაც თავარია კი დიახ აი დაასაჩუქრა ქალბატონმა თეამ და ბატონმა გიორგიმ რომელსაც აუცილებლად გადავცემ სერიოზულ სიტყვას ცოტა ხანში როგორი არის აი ამ ოჯახში ყოფნა მოდი დავიწყოთ სოსო როგორ გაიცანით ყველაზე საინტერესო ეს არის ალბათ ხო ჯერ პირველ რიგში პირველად ვარ თქვენთან სტუდიაში და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს ასე მგონია რომ ყველას ვიცნობ იმიტომ რომ სულ გიყურებთ გისმენთ და ყველას უკვე ხმაზე ვცნობ უმრავლესობას და ყველას მივესალმებით დიდი სიყვარულით ჩვენთანა მოაზრენი ვართ მე ამ ადამიანებს უკვე ისე ახლობლად მივიჩნევ რომ ასე მგონი რომ ყველას ვიცნობ და ჩვენ ყველანი ერთად ვართ იმ საქმეში რასაც სოსო ემსახურება და რასაც მთელი საქართველო ემსახურება და პირველ რიგში მინდა მათ მივესალმო ეხლა რაც შეეხება დიდ ოჯახს და როგორ მე ვარ პირველი რძალი ასე ვთქვათ ნიკუშა იყო წლის მამა სოსოს მამა ახალი გარდაცვლილი იყო და აი ეს ჩვენ უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი უნივერსიტეტში
მაშინ სოსო ისტორიულზე სწავლობდა, მე ფსიქოლოგიურზე და მეგობრობდით ესე ფსიქოლოგები, ისტორიკოსები, სხვადასხვა ფაკულტეტები და თან მინდა აღნიშნო, რომ ფსიქოლოგებს ძალიან ლამაზი გოგონები ჰყავდათ და ყველანი მოდიოდნენ ხოლმე გასაცნობად და მოკლედ ისეც მოხდა, რომ უფროსი ძმა ასევე ფსიქოლოგზე დაქორწინდა ჩემ მეგობარზე და ჯგუფელზე, მოიხიბლა ბატონი დავითი უფროსი ძმა ჩვენი მარიკათი და აი ასე და რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, ჩვენ რაღაც ესე უცებ გადავწყვიტეთ დაქორწინება, ისე რომ არავისთვის არ გვითქვამს ესე ოფიციალურად და ასეთი ნაბიჯი გადავდგით უეცარი. თამრიკო დაგავიწყდა. მაგრამ ხო, ეს ჩემ მშობლებს რაც შეეხება, მათ არ იცოდნენ, თორე ქალბატონმა იზომ კარგად იცოდა და ხო. ესე იგი თამრიკო დადიოდა ხშირად ჩვენთან სახლში. ნუ ყოველ საღამოს თუ არა, ყოველ მეორე დღეს მეც ეხლა ნუ სოსოს მეგობრები და ესა და ამზადებდი რაღაც მე არ ვიცოდი და ხდებოდი და ძალიან ისეთი ლამაზი და ძალიან კარგი გოგო ძალიან მომწონდა და ერთ დღესაც სოსოს ვეუბნები დედიკო მეუთხარი თამრიკო ძალიან ხშირად ჩვენთან არის მოდი ბარემ დავიტოვოთ მეუთხარი ხო და სოსი მეუბნება დედაო ჩვენო მაგის თქმა რამდენი ხანია გვინდოდაო და ვერ ბედავდითო და აი ამან მისცა სწორედ სტიმული ამათ შემდგომ ურთიერთობას ისე მე გამოვაფხიზლე ჩემი შვილი თორე იმდენად ეხათრებოდა და ესეთი პირველი იყო მეუღლე გარდაცვლილი მყავდა ერთის და ეხათრებოდა სოსოს აი ეს ამ საკითხის წამოწევა და ალბათ თავარი მიზეზი სწორედ ეს მაგრამ მე პირიქით გამეხარდა რომ სულ ვამბობდი რომ აი ბიჭები მყავს ერთი გოგო მყავს გოგოები მინდოდა ძალიან და მე ვეუბნებოდი ჩემ შვილს აი გოგოები თქვენი ცოლები რომ შემოვლენ ოჯახში ისინი ისევე ჩემი შვილები არ იქნებიან მეთქი და რძალსაც არ უწოდებდი არცეც აი მივიღე როგორც ჩემი საკუთარი შვილები ალბათონა იზო ეხლა ცუდად არ გამიგოთ მაგრამ იმდენი შვილები ყავთ რომ ერთით მეტი ერთით ნაკლები ალბათ აღარც ითვლებოდა თან მე მისვლა მე დავიწყე და მომყვლენ მოკლედ დანარჩენი ძლებიც სწრაფ-სწრაფად სოსო იყო და უფროსმა ბაჟმა თამუნას მეგობარი მარიკა ესე იგი ისიც ხშირად დადიოდა მე უკვე თამუნასთან სახლში ხო და ჩემი შვილი უფროსი ძალიან ხათრიანი იყო და ერთ დღესაც ეხლა წამომიწვა გვერდით და იღიმება და ვეუბნები სულ ვეუბნებოდი ვაიმე რა კარგი გოგონა მარიკა და რა კარგი გოგონა დედაო რო შევეკითხე რა გაცინებ შვილო მეუთხარი ცოტს რომ არ ეთამეთქი დედაო ხო მე ხათრებოდაო მაგრამო ესიაო და შეუწყო ხელი ყველანაირად და იმათი საქმეს დაგვირგვინდა ასე დიმიტრის ამბავი როგორ იყო ზურა ამბავი როგორ იყო ზურა და თია სწავლობდნენ ერთად თიას ესე იგი სხვა ეს ყავდა თაყვანის მცემელი ზურა კიდე სხვას რაღაცნაირად რა ვიცი რაღაცა სასიყვარულო ძაფები სხვასთან ქონდა გამული მაგრამ მოხდა ისე რომ ერთმანეთი შეუყვარდათ ეს ახლა მოკლედ ვიტყვი და ისტორიები გადავიტანეთ რა თქმა უნდა ისე რომ ზურა სახლიდან აღარ გადიოდა და მე მივდიოდი ვაკითხავდი თიას ინსტიტუტში და მომყავდა თია რომ გიტარას ასწავლიდა ზურა ბოლოს ესე იგი ისინი შეუყვარდა ძალიან დიდი ისტორიების შემდეგ დაგვირგვინდა ეს ამბავი სასიკეთოთ დეტალებში აღარ ჩავდმავდები კი რასაკვირველია ეს მე მგონი ცნობილიც არის ასე უბრალოდ გოგო დღემდე ვერ იგებს რომ შე როგორ გადადგე ასეთი სერიოზული ნაბიჯი რომ მშობლებს არ კითხეო ჩემ მშობლებზე ლაპარაკ ვერაფრით ვერ იგებს და სულ მაგას ვაყვედროს აი როგორ გავაგებ ჩემი გადასახედიდან გეტყვი როგორ ჩანს ისეთ მშობელს კითხეს, რომ ყველა მშობელი გადაფარა, მე მგონი. ამიტომ ეს იყო მნიშვნელოვანი. კიდევ ერთი ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში, მოკლედ მე ვერ დავკეტე პირი, თორს გაღიმებული ზიო. გაღიმებული წამყვანი მოგესალმებათ. ბრძანეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით უკაცრავ. ალო? დიახ, ისაუბრეთ. დიდი მადლობა, რომ წარმოგიდგინეთ ბატონი, საყვარელი ბატონი, სოსოს ოჯახი. რა მინდა ვთქვა?
დიდი გულშემატკივარი ვარ ბატონი სოსოსი. ეს კაცი არის არა მარტო პოლიტიკოსი, უდიდესი ქართველი ადამიანი. და მე ყურადღებით უსმენ ხოლმე მას, აი ყოველთვის საუბრის დროს, აი მოყავს ციტატები სახარებიდან, ანუ კარგი მცოდნეა, უფლის 10 მცნების და დარწმუნებული ვარ, ასე ცხოვრობს მისი ქმედებით. საქმენი გვიჩვენებენ. მე მგონი დღეს დაარწმუნდით რომ ეგ ნამდვილად ასეა. მოქმედების და დიდი მადლობა მინდა უთხრა მის დედას, რომ აი ესეთი შვილები გაზარდა, უფლის წყალობა, სიკეთე და ყველაფერი კარგი ქონდეთ მათ ოჯახს. დიდი მადლობა ქალწა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. აი ისევ ესეთი თბილი ზარია. ქალბატონო ისო რაც არის მთავარი, აი ჩვენ ახლა რაღაც იუმორში მოვყევით და ოჯახების ამბავი თქვენი ვაჟების, ქალიშვილის. მთავარი ის არის, რომ ამდენ წლიანი ურთიერთობის მიუხედავად ყველა ოჯახი არის მყარი, ღმერთმა კარგად ამყოფ. აწი უკვე რაღა დაშვით, აღარ არის მე მგონი საშიში უკვე ამის პირდაპირ ლაპარაკი. ყველას ოჯახი არის ასეთი მყარი, წლების მანძილზე ყველაფერს გაუძლო, ყველანაირ ქარტეხილს, გაჭიროებას, ცემას, ტყეპას ქუჩაში, გულისხმობ რასაკვირველია და არა ოჯახებში. და აი რა ვიცი, სოსო რო არის ხოლმე ობიექტივში ხშირად არის, ეხა ეს ცნობილი არის და არაფერის განსაკუთრებულს არ ვამბობ. სულ მესმის ხოლმე თამონა და სოსო როგორ ერთმანეთს ურეკავენ ყოველ წუთას და ეკითხებიან, ესაუბრებიან, ის ეუბნება აი აქ ვარ, ეხლა მე მოვალ, ეხლა მეცა თქვენ როგორ მომბრძანდებით ხოლმე რა ვიცი თითქმის სულ სხვათა შორის ჩემი სოსომ დაამთავრა 51 საშუალო სკოლა და იმდენად წარმატებული იყო რომ ჩააბარა გამოცდები უნივერსიტეტში აი ზექალა შანიძემ წაიკითხა ეს მე მივიტანე მზექალა შანიძესთან შავი ნაშრომი და მზექალა შანიძემ მითხრა რომ თქვენი შვილის ნაწერმაო ფურორი მოახდინაო ეს იყო თემა დანაშაული და სასჯელი ანტიკური ხანიდან სოციალისტურ საზოგადოებამდე აი ეს იყო გავრცობილი საოცრად ესე იგი აი არ ვიცი რა ფურორი მოახდინა ახლა ქალბატონი მზექალა შანიძე რომ ამას იტყვის იქედან წამოვედი მოკლედ აი თითქოს ფრთები მქონდა ფრთებს შესხმული ზედისთვის ხო და მოკლედ ის თემა იყო წინვალე რა ძალიან ღრმა შინაარსის და ძალიან ნასიამოვნები წამოვედი და რა თქმა უნდა იყო საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე და იქიდან იენაში წარსადგენი კანდიდატურა იყო, მაგრამ აი მეუღლე გარდაცვალა. იმ პერიოდისთვის ძალიან მოდაში იყო იენა მოდაში იყო და მაგრამ თვითონ თქვა უარი, იმიტომ რომ მეუღლე რო გარდაცვლილი მყავდა, მე ვერ წავალო და ოჯახსო აი ესე ვერ დავტვირთო და მართლაც ისეთი თბილი და ისეთი აი ეს კომუნიკაბელური ყველას მიმართ ისეთი სითბოს ასხივებდა ყველას მიმართ რომ აი არ ვიცი რა ძალიან თბილი და ძალიან უცნაურად კარგი ბავშვი იყო და ერთ პატარა რაღაცას გეტყვით ეპიზოდს ესე იგი სტუმარი რომ მოვიდოდა სახლში ჯერ კიდევ სანამ პატარა იყო ესე იგი სტუმარს ეკითხება ეხლა მიბრძანდები თქვენ და დაუშვა სტუმარი ეტყო და კიო მივდივარო ესე იგი ისი არ უნდოდა რომ წასულიყო წავიდოდა და ატეხავდა ტილეს არ წავიდესო ისე უყვარდა ხალხი რა სტუმარი უყვარდა ძალიან ესე ხალხი უყვარდა ძალიან და გამოგიტყვეთ ახლაც ასეა აქ რომ მოვახოლმე შუაში სოსო და ირგვლივ ყველანი ხო აი ესეთი იყო მოუსწრებიან და უსმენენ ესეთი იყო თავიდან რა ესეთი იყო Skype-ით გვაქვს შარტვა, ქალბატონო იზო ბუდიშს მოგიხდით. ჩვენ აუცილებლად კიდე დავუბრუნდებით ამ თემებს, რადგანაც სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, საზოგადოება ითხოვს სოსოს ბიოგრაფიას. ასე რომ მოკლედ ესეც მიმოვიხილოთ, ოღონდ მე მინდა ძალიან რომ ეხა მისი უშუალო პატარა ოჯახის წევრებსაც გავესაუბრო, ანუ ქალიშვილებს და სიძეს და პატივცემულ ბატონ ანდრიას რასაკვირველია. ჩვენს ვაჟკაცს, მაგრამ ჯერ მოусვენოთ ჩვენს დამაყურებელს, გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი შვილის გაზრდისთვის. სოსო მანჯავიძე
სახელი და გვარი უკვე ავტობიოგრაფია და ეს თქვენი დამსახურებაა ქალბატონო კიდევ და კიდევ დიდ მადლობას გიხდით უღრმესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა სატელეფონო ზარიც არის ეს Skype-ით ჩართვა იყო მოდით მოусმინოთ კიდევ ერთ მსმენელს დამაყურებელს გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა ბარა ქალბატონო იზო თქვენ ქალობას ერთი ბიჭი მყავს და ისეთი თული გასაზრდელი ყოფილა ბიჭები თქვენი გაიხარეთ თქვენმა ოჯახებმა იმრავლოს ყველა ესეთი კარგები დღეგრძელობას გისურვებთ აი სიტყვები არ მყოფნის ქალბატონო ასეთი კარგი ქალბატონი ეს რამდენი რამეა აქ ჩადებული დიდი მადლობა გამრავლდით და გაიხარეთ დიდი მადლობა ქალბატონო უღრმესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ესეთ თბილი სიტყვებისთვის, თუმცა რაღა დაგიმალოთ და სხვანაირად არ ცველოდი. თეასთან გადავალ. მოგესალმებით მე პირველ რიგში. რა ვიცი, სოსო როგორი მამაა, რა თქმა უნდა პირველ რიგში მამა არის ძალიან ხო და არის ძალიან მეგობრული. რაც ჩემი თავი მახსოვს, იქიდან მოყოლებული მამა ჩემთვის არის ყველაზე ესეთი ძვირფასი მეგობარი. ანუ არ მახსოვს მე თემა, რაზეც მამასთან არ მისაუბრია და მისგან საკმაოდ ესეთი რჩევა არ მიმიღია. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვითვალისწინებდი და ყოველთვის ჩემს გვერდზე იდგა. შეიძლება დედასთვის, ახლა დედა ჩემი მიწყეს, მაგრამ მოდი სიმართლეს ვიტყვი. შეიძლება დედასთვის უფრო არ მეთქვა, ვიდრე მამასთვის, იმიტომ რომ ну საოცარი ნებისყოფით მისმენდა ყოველთვის მამა და ზუსტად იცოდა როგორ უნდა მომდგომოდა ასე ვთქვათ რომ ანუ სწორი გადაწყვეტილება მიმეღო ცხოვრებაში ძალიან ბევრ საკითხში ასე ვთქვათ ხო ეხა ბებომის მზე ქალაშანიძე რო ახსენა მეც გამახსენდა ჩემი სკოლის ასაკი რომ თემები როცა მქონდა დასაწერი და რომ მოვიდოდი ხოლმე სკოლიდან დაღლილი და შემომხედავდა მამა აბა რა იყო აი მამა თემა მაქვს დასაწერი ვეტყოდი და აბა რაზე მკითხავდა და უბრალოდ სათაურს ვეტყოდი უცებ მოტრიალდებოდა და რო დაიწყებდა წერტილ მძიმეა და მე იმ წამსვე პასტას და პურწას მოვიმარჯვდი დედა ჩემი რა თქმა უნდა ყოველთვის წინააღმდეგი იყო და გვიშლიდა მაგრამ მამა ყოველთვის ცდილობდა ხოლმე რომ დამხმარებოდა და მე აი რატომღა ძალიან ბედნიერი ვარ იმითი რომ ძალიან დიდ დროს ვატარებდი უფრო მამასთან მაშინ ესეთი დატვირთული არ იყო და ესეთი ჩართული არ იყო ამ პოლიტიკაშიც და ხო ეხლა გული მწყდება რომ აი ნინო და ანდრია განსაკუთრებით ძალიან ცოტა დროს ატარებენ მამასთან არა და მე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მისგან და დიდი სურვილი მაქვს რომ ანდრია უფრო მეტი დრო გაატაროს მამასთან, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი სიტუაცია საქართველოშიც, რომ საქართველოს უფრო ჭირდება მამა. მაგრამ ანდრია ტელევიზიით და ნინოც ხშირად უყურებენ ხოლმე, სულ ვეუბნებით, რომ აი შენც მამასნაირი უნდა იყო და დედას თუ ამას ეუბნება, რომ აი მამას. აი პირველი ქალიშვილი ხო თქვენი? თე არის ქალიშვილი, რომელმაც სოსო და ქალბატონი თამარი ბებიად და ბაბუად აქცია. აი ეს ბედნიერება მე ანიჭა. მე მინდა გიორგისთან გადავიდე შეკითხვით. როგორ გაიცანით სოსო? რა თქვა, რო გაიგო? საინტერესო. თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, აი განსაკუთრებით საინტერესოა რა თქვა. გადაწყვეტილება პირდაპირ იყო ფაქტიურად ნათქვამი, მაგრამ გაცნობის მომენტი იყო უფრო საინტერესო. ეს ერთ-ერთი გაზაფხულის საღამო იყო, საშინელი წვიმა მოდიოდა თბილისში და მე და თია, ნუ სანამ დაიწყებოდა წვიმა, ვსერნოვდით ფეხით. და მივდიოდით ზურასთან ნავსულიყავით ოჯახში. სანამ მივიდოდით, მოკლედ, საშინელი წვიმა წამოვიდა, სეტყვა და გავრბივართ მე და თია გატარებული მივდივართ. მაშინ საერთოდ ნანახიც არ ყავდა სოსო, ანუ ეს მომენტია, რომ საერთოდ წარმოდგენაც არ ქონდა, როგორ შეიძლება ყოფილიყო მაშინ ბატონისასა და შევდივართ სადარბაზოში და ხდება ვიღაც პიროვნება. მე პირველად შევხვდი, არც ვიცნობდი, სახელი. პირველი შთაბეჭდილება როგორი ქონდა? ნუ ძალიან გეტყვით, რა მოხდა იმ მომენტში. შევარდით უცბად თია გაჩერდა გაშრა, სველები გაგვდის წურწური წყალი. და მეუბნება, გაიცანი მამა ჩემი. ანუ მეც არ ვეუბნება, ზურასთან სადარბაზოში იდგა მამა.
ძალიან დამცხა ამ ყინვაში. უცებ გაშრა ისე დასწრა. რა თქმა უნდა, მაშინ ეთყობა ბატონ სოსოს რა თქმა უნდა პირველივე შეხედვისთანავე როგორ პიროვნება არის. საკმაოდ თბილად მომესალმა რა თქმა უნდა ცოტა როგორ ეძახით ესე ბატონ სოსოს ეძახით? არა, ეხლა ესე მოიხსენიებს ეთერში. საკმაოდ უშუალო. ისე როგორ ეძახით? სოსოთიც მიმართავ, ხანახან ბატონ სოსოთიც საზოგადოებაში თუ ბატონ სოსოთი მიმართავ. საკმაოდ თბილად მიმიღო მანაც, საკმაოდ მარტივად შევედით ურთიერთობაში, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ესეთი თბილი აურა მოდიოდა მის გარს, სხვანაირად არ შეიძლებოდა ყოფილიყო. პირველ დღეს რა თქმა უნდა ავედით ზურასთან სახლში და თვითონ ცდილობდა წამოეწყო რაღაც თემები, მე ჩუმად ვიყავი გალომპული ვიჭექი და ცდილობდი რამენაირად გავცნობ. ეხმარებოდათ რომ გავცნობდი ამ სიტუაციას. ასე მოხდა მამას და გიოს გაცნობა. ესე იგი მოეწონა. კი და შემდეგ გიორგი რო ვიტყვი ორ სიტყვას. დასაკვირველია ალბათ. იცის რა არის? ეს არის არაჩვეულებრივი პიროვნება. ნუ აი არ ვიცი ხანდახან ვეუბნები რომ არ ვიცი მე რომელი უფრო მიყვარხარ. შენ თუ დიამეთქი. იმდენად საყვარელი პიროვნება, არაჩვეულებრივი ოჯახი, დედა, მამა, მშრომელი ხალხი. ნუ ესე იგი არ ვიცი, აი სიტყვები არ ამყოფნის სიტყვები, რომ დავახასიათო გიორგი და მისი ოჯახის წევრები. ნუ არ ვიცი, აი მოკლედ მე ერთი რამე გავიგე მთელი ამ ამბიდან, რომ მანჯავიძეებს ყველას კარგი გემოვნება აქვთ. როგორც აღმოჩნდა. არაჩვეულებრივი, ჯერ აი მსგავსებაც არის ვიზუალურად. მსგავსებაც არის და მე ხასიათით, ნუ არაჩვეულებრივი. არაჩვეულებრივი წყვილია ნამდვილად ეს პირველივე რაც ხდება თვალში. ადრე თუ თეო მარტო ესე იყო თეო, ეხლა არის თეო და გიო. თეო და გიო. ერთად არის. ძალიან საყვარელი ბიჭია, რასაკვირველია. არაჩვეულებრივი, აი ძალიან მიყვარს, ძალიან, იმიტომ რომ იმსახურებს ჯერ ვიზუალით, მე თავისქმედებებით და ყველაფერი რაც აქვს, შინაარსი, კომუნიკაბელური ყველანაირი თუ ადამიანს რაიმე ჭირდება იმისათვის რომ ადამიანებთან იურთიერთოს ყველაფერი ახასიათებს გიორგის. ალბათ ისე ვერც გაძლევდა თქვენს ასეთ მრავალრიცხოვან ოჯახში რომ არ იყოს ისეთივე როგორებიც თქვენ ხართ. ნინიკო დაგვეჩაგრა ძალიან. ნინო დაგვეჩაგრა. დიახ. შეიძლება რომ გამავა ბატონი ანდრეა. უკაცრავად. მოდი გამოვასწოროთ ახლა და ნინიკოსაც და ბატონ ანდრეასაც შევეკითხოთ მამის შესახებ. ჯერ ნინიკოს კითხავ თქვენ ნინებართით, ხო? კარგი. ნინო ისეთ პოლიტიკურ ქარცეცხლში არის მოყოლილი სახში. დედა აქედან მამა იქედან. ნუ როგორც მამა, რა თქმა უნდა ძალიან მეგობრული, ძალიან კარგი ადამიანია და რაც მთავარია ძალიან ჭკვიანია. ყოველთვის მიხარია ხოლმე რომ ხედავ ობიექტივში. კი, რა თქმა უნდა. და სულ ნინოს ხარეს არის, ახლა ძალიანაც ჩავამატო. სკოლაში მე ყოველთვის არ ვაცდენ სკოლას, ისე სამივე ისე პატარაც, ქარია, წვიმა, ინგრევა ქვეყანა სკოლაში მივდივართ და მამა ყოველთვის იცავს ხოლმე, ნუ წავლენ დღეს, ნინო განსაკუთრებით, ნუ წავა ცოდოა და მე ხარებოდი ხოლმე ხანდახან, ისე არ მინდოდა ხოლმე წავს. და ძალიან ისე თბილად ექცევა ნინოს განსაკუთრებით, ცოტა დაგვეჩაგრა რამხელა რომ უფროსზე დიდი ყურადღება პატარაზე გაეცა და ნინო რაღაცა და ამიტომ ძალიან ზრუნავს ხოლმე ნინოსთან ცდილობს რომ დიდი დრო გაატაროს და მას როგორც ამხელა ისე ურთიერთობენ და ნუ ეხა პოლიტიკაში როა ჩართული ვეღარ მოდის ეხა ისე ძალიან სახში ხშირად არა ხარ ჩართული პოლიტიკაში ნინიკო ნუ მეტნაკლებად ისე კი ძალაუნებად მომიწია რომ ჩავერთო ასე რომ ვთქვათ მეტნაკლებად არის ჩართული მეტნაკლებად სუყურებ არხებს და რა ვიცი დედაჩემი სუყურებს აი მოდით კიდევ ერთ ზარს მოусმინოთ რა ვიცი აქამდე ჯერ ცუდი არავის უთქვამს და იმედია ეხლაც არ გვეტყვიან ცუდს არაფერს თუმცა ჩვენ ცუდისას და კრიტიკისაც არ გვეშინია შეგიძლიათ კრიტიკოსებმაც დაარეკოთ არ არის პრობლემა ჩვენ ყურადღებით მოგისმენთ და შევეცდებით გამოვასწოროთ გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ თქვენ დიდი მადლობა და მე გეტყვით რომ სოსო მანჯავიძე არის მამული შვილი და მჯერა რომ ბატონი სოსო რომ შევა პარლამენტში და შევა აუცილებლად იქ თავის საქმეს დიდ საქმეს წამოიწყებს
მოგწონს ის ატკივარი რაც ჩვენ გაგვაჩნია ქართველებს და რატომღაც ის პარლამენტში სათქმელი ვერ თქვა ჩვენ გვჯერა რომ ეს უნიკალური პიროვნება არის საქართველოში მსგავსი პიროვნებებით მაგრამ ცოტანი რატომღაც მე მჯერა რომ თავის ქართულ სიტყვას იტყვის და თქვენ იქნებით უბედნიერესები რომ აი ესეთი საქმეს გააკეთებსო უღრმესი მადლობა და საქართველოს სრულიად საქართველოს ულოცავ რომ ბატონი სოსო ჩვენ ვიცოდით და ცნობდით მაგრამ თქვენ ქალბატონო იზოდა და თქვენი შვილები ოჯახი თქვენი სრულიად მთლიანად ეს არის იცით არის სიყვარულისა და უშუალობის გამოხატულება მე გიწყებს და გაუგნებული ვარ აღფრთოვანებული ვარ დაგითხრათ სოსო არის დიდი მამული შვილი დიდი მადლობა ქალბატონო გაიხარეთ ძალიან დიდი მადლობა ესეთი თბილი ზარებისთვის აი არ ვიცი თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეჭვი არ მეპარებოდა ამაში ჩვენ ასევე სოციალური ქსელებითაც სარგებლობთ კონკრეტულად Facebook-ზე აი ამ წუთას დევს ანონსი იმის შესახებ რომ თქვენ ბრძანდებით ჩვენი სტუმრები და აი რამდენიმე ადამიანი თავის აზრს გამოხატავს სოსოსთან დაკავშირებითაც თქვენთან დაკავშირებით თქვენ ხართ ძალიან პოპულარული და მოკლედ 1000 კეთილი სიტყვა არის თქვენი მისამართით პირველ რიგში მადლობას ვუხდი დედას მშობელს სიმართლის მოყვარული მებრძოლი შვილის აღზრდისთვისო ქალბატონი ნანა გოშუაკ წერს უსურვებ ოჯახს უცვეთობას იმ სილამაზის რომლის შემყურენი ხდებით ახლა პირდაპირ ეთერში ამ წუთასო უსურვებ ბატონ სოსოს დეპუტატობასო დიდი მადლობა სხვათაშორის კიდევ აი ასეთი სოფხედველობა და აი ესეთი რო ჩამოყალიბდა სოსო ჩემ ძმას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის აი ამ საკითხით რომ სულ საუბრობდნენ საჭიროებო საკითხებზე ემზარით ჭიკვაიძე არის ჩემი ძმა რომელსაც მართალი ვარ თუ არა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის აი დიდი მეგობარი მამა ძალიან დიდი მეგობარი ჩემი ძმა აი ძალიან ჩემი ძმა და სოსო ძალიან მეგობრობდნენ სხვადასხვა საკითხებზე მთელი მსოფლმხედველობა ჩამოუყალიბდა ერთმანეთს უზიარებდნენ აზრებს და მე ძალიან ესე იგი დიდ მას მივიჩნევ სოსოს ჩამოყალიბებაში დამსახურებულად ნამდვილად და ერთი პერიოდი ხო ცხოვრობდა კიდევ ვიზასთან ვიზას ოჯახში და მივიჩნევ აი ძალიან დიდ დამსახურებად ჩემი ძმის ღვაწლს და ასევე დის ხო და დის კი რა თქმა უნდა მეუღლე რომ გარდამეცვალა ძალიან გვერდში მედგა დედა ჩემი ძმა ჩემი და რა ვიცი ყველას ძალიან დიდი წვლილი აქვს იმიტომ რომ ვეცოდებოდი რომ აი ამდენი შვილები აი ესეთი გასაზრდელები იყვნენ და მეუღლე გვერდით აღარ მიდგა და ეს ძალიან მძიმე გადასატანი იყო რა თქმა უნდა ოჯახისთვის და ამიტომ ყველა ცდილობდა რომ დამხმარებოდა ჩემი შვილების აღზრდაში თქვენ ეს იმაზე ბევრად აღმატებულად შეძელით ვიდრე მართლა და კიდევ მინდა დავამატო აი სოსოს მამა გიგა მანჯავიძე მისი მეთოდი აი ვაზის მსხმოიარობის შესახებ დღესაც კახეთში ამ მეთოდით მოყავთ ვაზი და მისი საქმე არ დაკარგულა და რაც აი მინდა აღვნიშნო რომ აი ეს ორატორული უნარი და ეს ნიჭი აქვს მამისგან და მე აი დღესაც ხვდები ადამიანებს რომლებიც იხსენებენ გიგას აი ჩვენ შევხვდა ჩვენ ისე ერთხელ ნახე და დაამახსოვრდათ ისეთ მისი საუბარი იმდენად შთამბეჭდავი იყო და ეს უნარი ქონდა მას ასეთი რომ ყველას ახსოვს თუ კი ერთხელ მაინც ყავს ნანახი და ძალიან ვამაყობთ ამით და ასე რომ მამას გავს ამ ხრი რა თქმა უნდა მოდით კიდევ ერთი ზარი მივიღოთ მოусმინოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და შემდეგ უკვე ბატონ ანდრეასთან გადავალ სიტყვი მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით გამარჯობოთ რითასო ხალბატონებო გამარჯობოთ მივესალმები ბატონ სოსოს გამგებელ დედას და უდასტურებ ჩემს მაპატივისცემას ვისურვებდი რომ როგორც თქვენ ხალბატონო ასე ამოყოს დედაჩემსაც და მრავალ დედას თავისი შვილით საქართველოში დიდი მადლობა კიდევ აიხარეთ ძალიან დიდი მადლობა ნამდვილად კარგი რაღაც თქვა იმიტომ რომ დედისთვის მართლა ყველაზე მეტი ჯილდო არის როდესაც ის შვილით ამაყობს ბატონო ანდრია მოგესალმებით კიდევ ერთხელ
არაჩვეულებრივი ვაჟკაცო. ძალიან სიმპათიური მამაკაცი არის ჩვენთან ერთად ახლა. მოგვიყევით რამე სოსოს შესახებ. მამა ჩემი არის ძალიან კარგი კაცი. ის ყოველთვის მაძლევ კარგ რჩევებს და 20 დედამეჭუბება ხოლმე ყოველთვის რასთან დაკავშირებით გაძლევთ რჩევებს? მან აი კარგად მოიქეცი და აი კარგ რჩევებს მაძლევს ძალიან. ძალიან საინტერესოა. თუ თამაშობთ ხოლმე ერთად, აი რამე თამაში განსაკუთრებული თუ გიყვართ? ხანდახან იმას ჭადრაკს თამაშობ და ხშირად. ძალიან საინტერესოა. თამაშობს კარგად ძალიან. ხო და კიდე ისა ბურსას მეთამაშება ხოლმე გადავდობანას. და ძალიან კარგი მეებს აკეთებს, სალათებს. ანუ ზარეულის ნიჭი. აქვს, გურმანია ძალიან. და საინტერესო დეტალი გასცა, აგერ. ისე გვწყდება მთელ ოჯახს, ჩვენ განსაკუთრებით შვილებს, რომ არა აქვს დრო, რომ სალათები გააკეთო. ხო, ისეთ გემრიელ კერძებს ამზადებ და ხომ როცა დრო ქონდა, რომ მოკლედ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონის სოსო სალათის გაკეთებაზე რაიმე უფრო მნიშვნელოვანს მარტო სალათებს არა, სხვა რაღაცებსაც კარგად აკეთებს ახლა. სალათზე უნდა ვთქვა ორი სიტყვა. ერთი წუთი და ბოდიში ერთი პერიოდი არ იყო თბილისში, საქართველოში წასული იყო, მაგრამ და მოენატრად ბავშვებს და გაიღვიძა პატარამ და რითი გამოხატა მამის მონატრება. როგორ მომენატრა მამას გაკეთებული სალათი? ნატრა და რა ქნას. ბატონო ანდრია, რა მინდა შეგეკითხოთ, თქვენ როგორც მამაკაც, აი ქალებთან სხვანაირი საუბარი გვაქვს და თქვენთან მინდა რომ რა არის, რაც არ მოგწონთ, აი რა რჩევას მიცემდით სოსო მანჯავიძეს? რავი, არაფერს ისე. აი რაც გინდათ რომ გამოასწოროს, რაღაცა ისე არ არის, როგორც საჭიროა. რა, ცოტა საღამოს მოდის ხოლმე. გვიან რომ მოდის. სულ ველოდები რომ მოვიდეს დროზე. გენეცარი. ერთხელ იყო ისეთი დღე, ერთი-ორჯერ იყო ისეთი დღე რომ ჩვენთან იყო აშა აღარ წავიდა. მერჯერ სულ მიდის და მოდის აქეთ-იქით. ხან ბათუმში მიდის, ხან სადღაც, ხან ხო, მაგრამ თქვენ სხვა დაყავხართ ხოლმე, აი ჩვენ რამდენჯერ შევხვედრივართ რომ თქვენ სოსოსთან ერთად ხართ ხოლმე სადღაც. კი, ეგ ხშირად ხდება. კი, ხშირად არის ხოლმე, მეც მახსოვს. თუმცა ბატონ სოსო მანჯავიძეს თქო გაითვალისწინოს. ბატონ ანდრიას ჭირდება, რომ უფრო ხშირად ბრძანდებოდეთ ხოლმე მასთან ერთად. ასე რომ გაითვალისწინეთ, აი ეს არის მანჯავიძეების ერთ-ერთი ვაჟკაცი, მამაკაცის მოთხოვნა. ის ძალიან კარგი კერძებს აკეთებს, სულ მოვწონე და სულ ვთხოვ რომ გამიკეთოს ხოლმე. იმედი მაქვს ამასაც გაითვალისწინებს. 4 წუთი დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე და მე ისევ ჩვენს არაჩვეულებრივ ქალბატონ იზოს დაუბრუნდები. რა ვიცი, დაუშვათ გავიდა სოსო მანჯავიძე და გახდა დეპუტატი. დიახ. რასაც ჩვენ ყველანი ველოდებით, იმიტომ რომ ძალიან ცოტა შანსი არის რომ ესე არ იყოს. იცით რა არის, თუ არ აი როგორც ახლა მაესტრომ დაპატიჟა, თუ სხვა არხებიც დაპატიჟებენ და თავისი პროგრამა რაც აქვს, თუ იმას წარადგენს იმ პროგრამის გავრცელების საშუალება თუ ექნება, მაშინ არ ვიცი, ალბათ უფრო მეტი ხალხი გაიგებს, იმიტომ რომ ეს მაინც ეხლა არ ვრცელდება მთელ საქართველოზე, მე მგონი ხო, ობიექტივია თუ თუმცა ჩვენ სოფიოს მასშტაბით გვიყურებენ, მაგრამ ჩვენ გვინდა ეხლა რომ ნაძალადები ავყოთ. საკვირველია ხო და აი თუ კი აი ესე იქნება, დასაკვირველია უფრო მეტი ალბათ მხარდამჭერი იქნება. ეგ თავისთავად, თუმცა მე სხვა შეკითხვა მინდოდა დამესვა, თქვენთვის როგორც აი ესეთი განსაკუთრებული დედისთვის. მღელა მარჩევას მიცემდით დეპუტატ სოსო მანჯავიძეს. აი თქვენნაირი დედა, თქვენნაირი მშობელი. მე მაპატიეთ რაღაც ესე უხერხულად გამომდის. ყველა დედაა, მაგრამ რაღაცა ჩემთვის მაინც განსაკუთრებული ხართ და მე მინდა რომ აი სხვა დეპუტატებივით ახლა რა თქმა უნდა არ ჩავუღმავდები ამ საკითხს. მე მინდა რომ ხალხთან იყოს ახლოს, ხალხის გასაჭირი გაიზიაროს, დააყენოს საკითხი მერე პარლამენტში და იგნორირება არ გაუკეთოს ხალხის გასაჭირს.
მე აი ესეთი სურვილი მაქვს, რომ ხალხთან ახლოს დგომა არის ყველაზე დიდი ავტორიტეტი და ყველაფერი სიკეთე მოდის ხალხისგან. ხალხმა თუ მხარდაჭერა გამოგიცხადა, ესე იგი და აგირჩია, შენ უნდა იყო აუცილებლად ხალხის აზრის გამზიარებელი და ეს საკითხები უნდა დაადგეს აუცილებლად პარლამენტში ხალხს რა გასაჭირი აქვს. ანუ თქვენი მთავარი რჩევა ეს არის, რომ ეს იყოს ყოველთვის ხალხის გვერდით. ეს არის. გასაგებია ახლა ყოველ დღე ალბათ არ მოხერხდება, იმიტომ რომ იქ სხდომებია, იქ რაღაც, მაგრამ ის თავისუფალი დრო, როცა აქვს დეპუტატს აუცილებლად ხალხის გასაჭირი უნდა მოისმინოს და ხალხის მდგომარეობაში უნდა შევიდეს, რომ შემდგომში წარადგინოს ეს ყველაფერი პარლამენტში ეს საკითხი განსახილველად. ძალიან დიდი მადლობა. ამოიწურა ჩვენი საეთერო დრო. ეს იყო პირველი გადაცემა, აი დეპუტატობის კანდიდატის ოჯახის წევრები გაგაცანით. დღეს იყო სოსო მანჯავიძის ოჯახის წევრების გაცნობის დღე. ასევე ჩვენ აუცილებლად გაგაცნობთ სხვა დანარჩენებსაც. სულ რამდენიმე წამია, აი ახლა ჩართული არის უკვე წამზომი და მე იძულებული ვარ დაგემშვიდობოთ ისე, რომ აი ბოლოს სიტყვას ვეღარ მოვასწრებ, სხვებსაც გადავცე. ძალიან დიდი მადლობა, რომ ბრძანდებოდით ჩვენთან ერთად. მოდით ჩავიკითხავთ. ქალბატონი იზო ჩიკვაიძე, თამარ ჩხაიძე, თეა მანჯავიძე, ნინო მანჯავიძე, ნიკუშა მანჯავიძე, ანდრია მანჯავიძე და გიორგი მაკარაშვილი ბრძანდებოდნენ ჩვენთან. ეს იყო სოსო მანჯავიძის ოჯახი. თქვენ უყურებდით ობიექტივს, ეს იყო გადაცემა დიალოგი პირდაპირ ეთერში. მე გახლავართ ჟურნალისტი მაკარაზმაძე და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით გმადლობთ. დიდი მადლობა აი ესეთი ზარებისთვის, რომელიც მივიღეთ აქ ჩვენი ოჯახის აი ესეთი შეფასებისთვის. ყველას დიდი მადლობა.